გეი ესე ვთქვათ აქტივისტებმა დაანონსეს 22 ივლისის ღონისძიება. აქ არის ორი ღონისძიება, რომელიც არის ერთი ქვიარ ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. ნუ ეხლა ვიღაცა დახურულ სივრცეში რა ფილმს უყურებს პრინციპში არ ამგონია რომ თქვენთან ერთადაც ვიმსჯელოთ, მაგრამ არ მგონია რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორე არის არასამთავრობოებთან შეხვედრა. ნუ ხა არასამთავრობო ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც თუ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს არც ეგ გვაინტერესებს ჩვენ. მესამე არის ფესტივალი. ანუ ამათ მაიციან 5 ივლისიდან მოყოლებული რომ ვერანაირ რაღაც პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ნუ იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება აქვთ 5 ივლისის და მოიფიქრეს ხა რისი მამათმავლები არიან თუ რაღაცა ამ სტილში არ მოიფიქრონ დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც არის დაახლოებით 4 ჰექტარი ნახევარი, 5 ჰექტარი, რაც არ არის პატარა. აქ ჩაატარონ ფესტივალი. ნუ ეს ფესტივალი რა იქნება დაახლოებით ხვდებით, ბოდის იხდით, მაგრამ რაღაც ორგიის მაგვარი რაღაც ღონისძიება იქნება. თავისთავად ცხადია, რომ ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა, ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ნებისმიერი პროცესი ჩვენს ქვეყანაში არ არის შემთხვევითი. ანუ მათ შორის იმ მასშტაბის ღონისძიება, რომელსაც ახლა ესენი გეგმავენ, ეს არის მიზანმიმართული და წინასწარ დაგეგმილი. ანუ რა ინფორმაცია გვაქვს? ვინაიდან იმ ძალებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში უნდა გარკვეული არეულობების მოწყობა, გარკვეული ძალაუფლების გადანაწილება და ანუ ეხა ჩვენივრად იცით ვიზია საუბარი გარდა ამ პოლიტიკური პარტიისა, ვინ არის მათ უკან და ვინ უწევს აქტიურ მხარდაჭერას. ვინაიდან ვერ მოხერხდა ჩვენი ქვეყნის ჩათრევა იმ პროცესებში, ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის აქტიური მცდელობა იყო და ჩემზე უკეთესად თქვენც გეცოდინებათ ეს, ახლა არის უკანასკნელი გაფართხალება და გაფართხალება ამ გეი ვითომ თემით, რომელიც მათ ჩვენივრად იციან, რომ ეს გამოიწვევს დიდ არეულობას და ნებათაღელობას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ სონს ვაკეთებთ თქვენზე. თუ მოვიგებთ, ერთად მოვიგებთ, თუ წავაგებთ, ერთად წავაგებთ, მაგრამ მოგებით მოვიგებთ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ თქვენზე ვაკეთებთ სონს და ვხედავთ, რომ თქვენ მოგყვებით. აი ამ ერთობამ უკვე ბევრი რამე შეცვალა და როცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე გავა, კიდევ უფრო კარგ ორგანიზებაზე, გინდა ხელისუფლების, გინდა ოპოზიციის და გინდა ეს კოლექტიური ელიტის წარმომადგენლები ბოლოს მერე კი მიხვდებიან რაც დაემართათ, მაგრამ გვიან იქნება. საქართველოში შეიცვლება არა ერთი ბელადი მეორეთი, არა ერთი ტუსოვკა მეორე ტუსოვკით, საქართველოში შეიცვლება პოლიტიკური სისტემა და ეგ ცვლილება მოხდება ხალხის ცვლილებით. ეხლა დადგა მომენტი, როცა გამოაცხადეს გეი პრაიდი და სწორედ იმ ფონზე, როცა ომში ჩანს, რომ ჩვენ რასაც ვიძახდით, ეგ არის სიმართლე და ეგ პროცესი მიდის და ხალხის განწყობები ამ მიმართულებით იცვლება და თან სამობილიზაციო აუცილებლობა დადგა გეი პრაიდის წინააღმდეგ. ამ ფონზე ჩვენ შეგვიძლია ეს ერთი თვე კონტრშეტევისთვის გამოვიყენოთ და ამას ვაპირებთ. ანუ ეს არ იქნება პასიური მომზადება 2 ივლისისთვის. მთელი ივნისის განმავლობაში ჩვენ გვექნება მცირე ღონისძიებები, რომლებიც იმ განწყობის ფორმირებაზე იქნება გათვლილი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს უკვე ბოლო ეტაპზე.